გამარჯობა ჩვენო ერთგულო ტელემაყურებლებო, არა მარტო ტელემაყურებლებო, დღეს არის სპეციალური გამოშვება და მინდა გითხრათ რომ ეს დღე ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა და მინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსი რაზე გვაქვს საუბარი, რომელსაც ბატონი პაატა გვეტყვის. გისმენთ ბატონო პაატა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ, თენგიზ, მოდი ხალხს აუხსნათ ერთი რამე. იმიტომ რომ იცოდეს ხალხმა რა არის ეს ტელევიზია და რის პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ახლო მომავალში. ეს არის არენდის და როგორც ყველა საქართველოში ტელევიზია აქ არენდის და ეს უბრალოდ იარსებოს. მოდი ესე ვთქვათ, რომ იყოს შემოთავაზება აქაც ჩავაყენოთ საქმის კურსში მოსახლეობა, ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. იყო შემოთავაზებები გარკვეული ძალებისგან საქართველოში, რომ დაინახეს რომ ჩვენი გადაცემები ავარდა ესეთი კალეიდოსკოპური სისტრაფე თუ არა და მოდი თვით რეკლამა რო არ გამოგვიდეს თვითონ ხალხმა ნახოს, იქ არის მაგის მონაცემებიც. მაგრამ იმ კატეგორია საზოგადოების ხალხისგან დაფინანსებას მე ვამბობ რომ საერთოდ ჯობია დაიყოს ეს ტელევიზია, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ისე იგივე იმ ვინც აფინანსებს, ანუ ის ვინც სიმღერას უკვეთავს, ის იქნება დირიჟორი. ჩვენ მაგით არ გვჭირდებოდეს 100%-ით გეთავაზებთ. არ გვჭირდებოდეს თუ ახალ საქართველოს ეს ახალი ტელევიზია რამეში ეხმარება, რომ მშვიდობიანად ყოველგვარი ქვეყნის რყევების გარეშე ხალხის ცნობიერების, ინფორმირებულობის ხელს უწყობს ამ ყველაფერს. ხალხის აზრის გათვალისწინება. რა თქმა უნდა, მოდი მივმართავთ, გავაკეთოთ ჩვენ არ არის ეს სასილცხულო და ეგ ყველა ტელევიზია ამას აკეთებს. მით უმეტეს ახლად შობილი ტელევიზიები, როგორც ჩვენა ვართ, ხო, არ არის ეგ არც დამაკრინებელი და არაფერი, უბრალოდ არის ერთი რამე. ჩემი თხოვნა იქნება, როგორც პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელი ამ ტელევიზიის, ჩემი თხოვნა იქნება ესეთი რამე, რომ ყველა აი ეს ანგარიშის იმას რომ დავდებთ, შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს მოსახლეობისთვის არც აინტერესებდეს, ხო, მაგრამ აი ჩვენ რომ მშვიდად ვიყოთ, რომ იმ ძალებმა, რომელიც ახლა დაიწყეს ეს შევიწროება, არ გვინდა ნუ გავავრცელე მაგაზე არ გავამახვილოთ ყურადღება, ეს მოსავლობდენიც იყო და ამას ველოდებოდით ყველა, ხო? სანამ გავკაჩეთ, ჩვენი პროდუქტი კი ნახეს, არა მარტო საქართველოში, საქართველოს გარეთ და უფრო მეც გეტყვი აფხაზეთშიც. უფრო მეც გეტყვი და სამაჩაბლოში, ორჯონიკიძეში, სტავროპოლიდან, ნუ მოკლედ ნახეს. ანუ ნახეს რომ არის საქართველოში ჯანსაღია საზოგადოება, არა მარტო ჩვენ, მოდი ნუ დავებრალოთ მარტო ჩვენ, ბევრია. გეთანხმებით. ბევრია კიდე, ამიტომ და მინდა დავამატო რომ გვამრავლოს, რა თქმა უნდა. ესე გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას ეს ანგარიშის ჩვენ გადაცემას ყოველ პარასკევს 21 საათზე კარგად დაიმახსოვრეთ ეს მოსახლეობას ვენები თავისი ქვითრებით. ხვდებით? არც ისეთი დიდი თანხაზე არაა ლაპარაკი, რომ რაღაცა, აი ეს არავითარი, პირდაპირ არავითარი აქ ხელფას არავინ არ იღებს, აბსოლუტურად, აქ არის კომუნალურები, არენდის და ასე შემდეგ, რა. ხო და მე ასევე მინდა ყველაზე ძალიან მივმართო ბიზნესმენებს, არა საქართველოში, რატო იცი საქართველოში ბიზნესმენებს შეიძლება უნდოდეს რაღაცის ხელშეწყობა, მაგრამ ყველამ გავითვალისწინოთ ერთი რამე, რომ მათზე ზემოქმედების ბერკეტები აქვს ჩვენს მოწინააღმდეგეს ძალას. რაღაც წილი მაინც არის. რაღაც წილი კი არა, ძალიან დიდი წილია, რა, ნუ მოვიტყუებთ თავს. იქ შემოსავლების სამსახურები, იქ უცბად შევლენ ფინანსები, პოლიცია და იქ ვიპოვიან რაღაცას, მოკლედ, როგორც არის. ხო, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებლად ვიპოვუცებ. მე შენ წადიდე სასამართლოში არ ყვია, ესე დასაბუთებული იყო თუ არა. ანუ პრობლემები შეექმნება და ამიტომ ნაკლებად ვიმართავ ახლა მე ამ ბიზნესმენებს საქართველოში. მაგრამ არიან საქართველოს გარეთ, რომლებიც არიან დამოუკიდებელი და ავტონომიურად შეუძლიათ ეს გააკეთონ. თუ მათ საქართველოს გულისთვის გული შეტკივა და ჩვენს გადაცემებში ნახულობენ და იქიდან დიდი იმით ოვაციით გხვდებიან, არც ისე დიდ თანხაზეა ლაპარაკი, იციან თვითონ და ვეთყვით ალბათ,
ხო რომ დაგვეხმარონ ისე რომ ანგარიშის და მე ვიცი ბიზნესმენების მე მქონია ურთიერთობები ბიზნესმენებთან და მათ აქ ერთი რამე განცდა რომ ბიჭო ხომ არ თავის სასიკეთოდ ხო არ იყენებენ ყველაფერი იქნება აგერ მიცნობენ კიდევაც და გამოქვეყნებული და ტიტრის სახით ქვითრებით ეს გამოქვეყნდება. რა თქმა უნდა, და თუ სურვილიც ექნება, ინკოგნიტოდაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მე ასევე აი ახლა ვეუბნები ამ ბიზნესმენებს ძალიან გთხოვთ თუ არის მაგის საშუალება ხო რომ თქვენი რეკლამებით თუნდაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები დაუშვათ სხვაგან ხო არც მაგია პრობლემა გამოიტანეთ, ნუ როგორც აქ იურისტები. არა, როგორც იურისტები ახლა იციან ეს როგორ უნდა გაიარონ სამართლებრივად, ავაწყობთ და კი ბატონო, ჩვენი ტელევიზია მოემსახურება მათ ბიზნესის რეკლამირებას. ამიტომ ვთხოვ საზოგადოებასაც რომ помогите, братья. Вот так. და დავამთავროთ ჩვენი ტრადიციული სიტყვებით შევიყვაროთ ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება. კარგად ვზარდებოდეთ. Живым будем, не помрем.